ირაკლი ალასანიამ ოპონენტს ყოფილ პროკურორ როლანდ ახალაიას სატელევიზიო დებატებში კიდევ ერთხელ იწვევს ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ახალაიას მოუწოდებს, რომ გადაცემაში მონაწილეობით საზოგადოებას ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება მისცეს. ალასანიამ განცხადება ზუგდიდში ჭადრაკის სასახლესთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. მანამდე კი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წერეთლისა და კომბინატის დასახლების მოსახლეობას შეხვდა და კოალიციის საარჩევნო პროგრამა წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში შერჩევითი სამართალი დასრულდება. ალასანიას შეხვედრებს საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანიაც დაესწრო. თავისი დეპუტატის გამოწვევის უფლება. ის რომ ადამიანები ვერ პოულობენ. ურიცხვი რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოდიან ზუგდიდში, რომ უზრუნველყონ, რომ თითოეული ზუგდიდელის ხმა იქნება გარანტირებულად დაცული. კიდევ ერთხელ მინდა ტელევიზიის მეშვეობით შევახსენო ჩემ ოპონენტს ნაციონალური მოძრაობიდან, რომ დავდოთ პატივი ზუგდიდელებს და დაუსხდეთ დებატებში ერთმანეთს. ზუგდიდელებს აქვთ უფლება, რომ მოისმინონ ორივე მხარეს, მოусმინონ და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ. ძალიან დიდი შანსი, დიდი შესაძლებლობა, რომ ღირსეული წარმომადგენელი ყავდეს საკანონმდებლო ორგანოში. ზუგდიდს ეს ბოლო ეკუთვნის. აუცილებელი არის, რომ ყველა მობილიზაცია გაუკეთოს თავის თავს და რაც მთავარია, მეგრელებმა სამეგრელომ შიში გადატეხოს.